დღევანდელ რიგით მესამე ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ რესურსებზე. რომელთა დახმარებითაც არის შესაძლებელი სწორედ იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებზეც ჰქონდა საუბარი პირველ ვიდეოში. თუმცა სანამ უშუალოდ რესურსების ანალიზზე გადავალთ, მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც აქტიურობთ, ვინც წერთ კომენტარებში თქვენ მოსაზრებებს, წერთ პირადში Facebook-ზე თუ პოსტაზე და რა თქმა უნდა, გავახმოვანო იმ ადამიანის ვინაობა, რომელმაც გაიმარჯვა მეორე ვიდეოში გამოცხადებული ერთგვარ პატარა ეს მინი კონკურსი. ეს გახლავთ არაჩვეულებრივი ადამიანი, 21 წლის ზოია სმოევი, ესეთი საყვარელი ნიკით ზუკი. ანუ ინგლისურად ზუკი შეგიძლიათ ის მოძებნოთ Facebook-ზე, სწორედ ასე არის დარეგისტრირებული და შესაბამისად იპოვოთ კომენტარებში მისი პასუხიც, რომელიც შემდეგნაირად. ეს არის ჩემი მოწოდება პირველი ვიდეოს ბოლოში, არ დაგავიწყდეთ გაზიაროთ. თუ რატომ არის მსგავსი სახის მოწოდება არაეფექტური, რატომ არის ის შეცდომა და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ ჩემი სტატიიდან სიტყვის ძალა, ჩემს გვერდზე, საიტზე, უბრალოდ www.mebunian.com შედით საიტზე და მოძებნეთ იქ სტატია სიტყვის ძალა და გავარკვიეთ, გაიგებთ თუ რატომ არის მსგავსი სახის მიმართვა არაეფექტური და შეცდომა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ახლა ჩვენ გადავალთ რესურსების ანალიზზე, მანამდე რომ კაცრავად ზოია კიდევ ერთხელ ჯილოცავ, რა თქმა უნდა და უნდა გითხრა რომ შეგვიძლია არაჩვეულებრივი პრიზი. ეს არის ერთთვიანი სტანდარტ პაკეტი ჩვენს ახალ უნიკალურ პროგრამაში სუპერ ეფექტურობა და თუ როგორ უნდა ჩაერთო შენ ამ პროგრამაში, ამას გაიგებ უშუალოდ ჩემგან, მე დაგიკავშირდები და ეს იქნება ერთგვარი ახალი შენი ხა შეიძლება ვერც კი ხდები თუ რამხელა ტულზი დაგეცა, მაგრამ წინ საოცარი ცვლილებები გეოდება ცხოვრებაში. ასე რომ დაელოდეთ ჩემგან ზარს. თქვენი შემოძრიფასო მეგობრებო, გავაგრძელოთ ჩვენი დღევანდელი ვიდეო და გადავიდეთ უშუალოდ იმ რესურსების ანალიზზე, რომელთა დახმარებითაც არის შესაძლებელი აუთსაიდერის პოზიციიდან ლიდერის პოზიციაში გადანაცვლება. ну რა თქმა უნდა, ეს ამ ვიდეოების ფორმატი არ იძლევა იმის საშუალებად, რომ ჩვენ დეტალურად მომახდინოთ მთელი ამ რესურსების ანალიზი, ამიტომ დღეს მე გაგაცნობ უშუალოდ აი ამ რესურსებს, ხოლო თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ შემდეგ ეს რესურსები და როგორ დავნერგოთ ჩვენ ცხოვრებაში ეფექტურად ცხოვრებაში ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად, ამაზე უკვე ვისაუბრებთ სხვა ღონისძიებაზე, რომლის შესახებაც ინფორმაციას მე მოგაწვით აი ამ ვიდეოს ბოლოში. ახლა დავიწყოთ. პირველი ესეთი უნივერსალური რესურსი, ეს არის დრო. ეს არის უნივერსალური რესურსი, სიდიდე განზომილება ერთადერთი სამყაროში, რომელსაც ადამიანი ვერ დაიმორჩილებს. ჩვენ ადამიანებმა თითქმის ყველაფერი შევძლებთ რაღაცნაირად მოგვერგო საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარი ცხოვრების რიტმზე, საკუთარი ცხოვრების საჭიროებებზე და ასე შემდეგ, მაგრამ დრო ეს არის ერთადერთი სიდიდე, რომელსაც ჩვენ ვერაფერს ვერ მოვხერხებთ. ჩვენ თვითონ უნდა შევეწყოთ დროს. ჩვენ ვერ ვმართავთ დროს, ჩვენ თავი უნდა ვმართოთ დროში. ეფექტურად იმისთვის, რომ მივახციოთ ცხოვრებაში წარმატებებს ცხოვრების ნებისმიერ სფეროში და შევძლოთ გამოვიყენოთ ეფექტურად ის დანარჩენი რესურსები, რომელთა დახმარებითაც შევძლოთ საკუთარი ბიზნესის განხორციელებას. მე მინდა შევთავაზოთ ერთი ესეთი პატარა ექსპერიმენტი დროსთან დაკავშირებით. აი წარმოვიდგინეთ, რომ თქვენ აი მაღაზიაში რომ მიდიხარ და კურსს რომ ყიდულობთ, იქ დავუშვათ იხდით ხო ერთ ლარს ერთ კურსში. და წარმოვიდგინეთ, რომ ფულს კი არ იხდით, დავუშვათ ფული საერთოდ არ არის გამოვიღოთ ერთი წუთი ჩვენი მოდიში და მიმოქცევი და საერთოდ არ გვაქვს დავუშვათ ფული და დავუშვათ კურსს რომ ყიდულობთ, იხდით მაგაში არა ერთ ლარს, არამედ იხდით ერთ წუთს ჩვენი ცხოვრებისა. ეს უბრალოდ ჩვენ ერთ წუთს ვაზრებთ ჩვენი ცხოვრებისა გამყიდველს. ასევე დავუშვათ, თუმცა ჩვენ ხელფას გვაქვს ეს 1000 ლარი გვაქვს დავუშვათ, ხო? ну 1000 ლარი კი არა, იხდიან 1000 წუთს ჩვენი ცხოვრებისა. ანუ როდესაც ჩვენ ვიძებთ რაიმე პროდუქტს ან მომსახურებას, ჩვენ ვიძლევით გარკვეულ დროს ჩვენი ცხოვრებისას, ყოველთვის ჩვენ თვითონ გვქმნით რაიმე პროდუქტს ან მომსახურებას, ჩვენ გვაძლევთ დამატებით გარკვეულ დროს ჩვენ ცხოვრებაში. და ეს ეხლა ფული როცა არ აქვს, შეიძლება ფული გამოილიოს, ხო? მაგრამ ნუ მე რა კიდე ვიშოვო, მაგრამ დრო თუ გამოგილია მოგჭა. არაფერი. დაგეხ, მორჩ. ამიტომ თავიხდით ამაზე.
აი მოდით ეს რაღაც ჩაუტაროთ ჩვენს აზროვნებას, ესეთი ექსპერიმენტი ჩაუტაროთ. საინტერესოა, ეს რომ ასე ხდებოდეს, აი წარმოსახვა ჩახდეთ. წარმოსახვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა აინშტაინი ამბობდა. ჩახდეთ წარმოსახვა, ეს რომ ასე ხდებოდეს, რას იზამდით? როგორ გამოიყენებდით იმ თქვენს წუთს თუნდაც? რაში დახარჯავდით? და რას გააკეთებდით თქვენ, რომ მიგიღოთ უფრო მეტი დრო? ხოდაშორის ამაზე არის ერთი ფილმი, დრო ქვია ასე. მე რუსულად უყურე დრო ერქვა და დედაში არის ამერიკული ფილმია, რა ქვია? იქ ნუ ეს თვითონ ესეთი ცოტა იაფასიანი ჰოლივუდური სიუჟეტი არის, მაგრამ თვითონ იდეა არის ძალიან მაგარი და გირჩევთ ეხელყურებისთვის ძალიან კარგი გირჩევთ უყუროთ. ჩვენ გადავიდეთ შემდგომ ენერგია, შემდგომ რესურსზე, ეს არის ასე უნივერსალური რესურსი ენერგია. ენერგია არის ყველაფერი. ეს სამყარო არის ენერგია. ჩვენ ნებისმიერი, აი თუნდაც იგივე დროში, რომ ვიმოქმედოთ ეფექტურად, ამის უჭირდება ენერგია. ენერგიის გარეშე არ არსებობს არაფერი, ვერაფერს ვერ ვიზამ. თუ არ აქვს ენერგია, თუ ესე რა უნდა გავაკეთო, რა წარმატებაზეა საუბარი, რა ეფექტურობაზეა საუბარი, რა აქტიურობაზეა საუბარი. მაგრამ თუ მე მაგ ძალები, თუ მე მაგ ფიზიკურად, სულიერად ვარ ჯანზე და ენერგიაზე, რომ აი თავს გადავდგა ადამიანი, ხო? ეს შემთხვევაში მე ვარ აქტიური და შემიძლია შექმნა და შესაბამისად მოუტანო სამგებელი სამყაროს და შესაბამისად მივიღო მეც სამგებელი, ხო? სწორედ აი ამაზე ეს არის ეს მნიშვნელოვანესი უმთავრესი რესურსი და სხვადასხვის გამომდინარე იქიდან რომ რამდენად ენერგიულები ვართ, რამდენად აქტიურები ვართ, ადამიანი ვიმყოფებით სამ სხვადასხვა პოზიციაში. სიფხიზის მდგომარეობას გულისხმობ. პირველი ეს არის, აქტიურობა, პირველი მეორე ეს არ არის, მნიშვნელობა აქტიური, როდესაც ჩვენ ვართ აქტიურები, როდესაც ჩვენ შეგვიძლია გვაქვს ენერგია და შეგვიძლია შევქმნათ კიდევ დამატებით ენერგიები, ხო? არის პროაქტიული, ანუ როდესაც განსაკუთრებით აქტიურები ვართ, აი უბრალოდ ვიტყვიან, ვერ ჩერდები ერთ ადგილას, აი თემს გადადგავ, ისე ჯანზე ვიყარ ადამიანი. და ინერტული. აი როდესაც აი ეს კეთების თავი და სრულის მაინც არ აკეთებს, ხო? და აი ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ ადამიანმა ვიცოდეთ, აი ჩვენ რუკაერთგვარი, ჩვენი ესეთი აქტიურობისა, ჩვენი ენერგიულობისა, ვიცოდეთ დღის რომელ მონაკვეთში რა მდგომარეობაში ვართ. ამიტომ მე თავაზობ ჩაატაროთ კვლევა ერთგვარი საკუთარ თავზე, ამისთვის ერთი კარგი ვარიანტი იქნება, ერთი კვირა მაინც, პირადად მე ერთი კვირა ვაკვირდებოდი საკუთარ თავს, იმიტომ რომ ერთი დღე მაინც ისეთი შეიძლება რაღაცნაირად გამოერიოს, ხო? ერთი დღეს ვერ მიიღოს სულ სურათს. ამიტომ კარგი იქნება თუ ერთ კვირას გააკეთებთ და აი მაგალითად ჩემთვის ენერგიულობის პერიოდი არის სადღაც აი საშუალოდ 12 საათიდან 2 საათამდე და საღამოს 5 საათიდან 7 საათამდე ეს განსაკუთრებული რაღაცები ენერგიულობის პერიოდები არის. დანარჩენ შემთხვევაში მე ვარ უფრო აქტიური და განსაკუთრებით ესეთი პროაქტიული ვარ დილის 8 საათიდან 9 საათამდე და საღამოს 7 საათიდან 8 საათიდან 9 საათამდე ასე. საღამოს საათებში ზოგადად დილის 8 საათიდან 10 საათის არის პიკი, იწყება 6 საათზე და შემდეგ ეს თქვა როცა ვარჯიშობ, როცა მე გამოდიხარ შხაპიდან და იმ დროს უკვე არის საოცარი ენერგიის მოძღვარება, იმიტომ მზად ვარ რომ მთელი გადავდგა დევები შევეჭიდო. აი ეს არის სწორედ აი ესეთი პროაქტიული პერიოდი ადამიანისა. გამოიკვლიეთ საკუთარი თავი და შეეცადეთ აი ესეთ შექმნათ რუკა იმისა თუ როდის რა მდგომარეობაში ხართ დღის განმავლობაში ეს უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა იმისა რომ თუნდაც შემდგომ შეძლოთ ეფექტურად დაგეგმოთ თქვენი დღე და გამოიყენოთ ყველა დანარჩენი რესურსი იმისთვის რომ მიიღოთ ცხოვრებაში სასურველი შედეგები. ჩვენ კი გადავინაცვლოთ შემდგომ რესურსზე, აქ პირობით არის დანუმროს არ აქვს მნიშვნელობა. ეს არის სტატუსი. სტატუსი არ იგულისხმება. ეს არის თუნდაც თანამდებობა. თანამდებობის პოზიცია, რომელიც ჩვენ გვყავია. დავუშვათ სადმე ფირმაში თუ საჯარო სამსახურში. ეს არის ჩვენი თქვათ სოციალური მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფებით. ეს არის მე ახალგაზრდა ვარ თუ ხანდაზმული ვარ, სტუდენტი ვარ, დასაქმებული მუშაკი ვარ თუ ბიზნესმენი ვარ. ნებისმიერი როლი სოციალური ფაქტობრივად, რომელიც ჩვენ გვაკისრია მოცემული მომენტისთვის, მოცემულ დროში იმ საზოგადოებაში, სადაც ვიმყოფებით.
და ეს არის რა თქმა უნდა რესურსი. ოღონდ გააჩნია ვინ როგორ იყენებს ამ რესურსს და სამწუხაროდ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა ცხოვრებაში გაკეთებს ყველაფერს, ხარჯავს თელ დროს და ენერგიას იმაში, რომ მოიპოვოს სტატუსი, რადგან გონია რომ იმ სტატუსით უკვე შეძლებს იშოვოს დროს და ენერგიაც, ფულიც რა თქმა უნდა და თელ თავის ცხოვრებას სწირავს ფაქტურად სტატუსის მოპოვებას. თუმცა შემდეგ აღმოაჩენს, რომ გავიდა დრო, დაიხარჯა ენერგია და თავისთავად სტატუსმა არაფერი არ მოგიტანა, გარდა პენსიონერის ახალ სტატუსში გადადგა, პენსიონერის სტატუსში ხდები სოციალურად დაუცველი. სწორედ აი ეს ხდება ღირებულებების ესეთი გადაბრუნების შედეგად საზოგადოებაში, როდესაც ჩვენ ყველაზე უმნიშვნელოვანეს ენერგიებს, როგორც არის დრო და ენერგია რესურსებს ხარჯავთ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი რესურსის სტატუსის მოპოვებაში. და იგივე ესეთი რაღაც დამახინჯებული მიდგომის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაგალითი არის ჩვენი მომდევნო რესურსი, ეს არის ფული. რა არის ზოგადად ფული? მისი ერთ-ერთი განმარტება ის შედეგნაირად, რომ ფული არის ენერგიის ლიკვიდური ეკვივალენტი ადამიანთა საზოგადოებაში. რას ნიშნავს? ჩვენ როდესაც ფულს ვიხდით, ამით ყიდულობთ რაღაც ენერგიას. როდესაც ფულს ყიდულობთ, ჩვენ ყიდულობთ ენერგიას ჩვენი ორგანიზმისთვის, როდესაც ყიდულობს საწვავს ავტომანქანისთვის, ჩვენ ყიდულობთ ენერგიას შიგაწვის ზრავლისთვის. როდესაც შუქის ფულს ვიხდით, ყიდულობთ ენერგიას და ასე შემდეგ. იგივე დაუშვათ მომსახურებების თუ თუნდაც აი თეატრში მივდივართ, ხო? ჩვენ ყიდულობთ ჩვენი ენერგია, ჩვენი სულისთვის და ჩვენი სულიერ საზრდოს, გონებრივ საზრდოს და წინას ყიდულობთ და ასე შემდეგ. და ნებისმიერი რამის უკან რაც არ უნდა ავიღოთ დგას ენერგია. თავისთავად ფული ეს როგორც არ ვიყო, აი თუნდაც ეს ქაღალდი ავიღოთ, მისგან რომ აწარმოოთ, აი მეგუე სიფური ენერგია, თქვა თან სინათლის ენერგია, მას რო ცეცხლი მოუყიდოთ, ან მილიარდის რო დააწვა ეს რაღაც არ ექნება ეფექტი. რამდენიხანს რა გრძელდება არ ვიცი ხა. მილიარდი არ დავიწვევს და ვერ გეტყვით, მაგრამ რაღაც ძალიან ცოტა ხანი ალბათ, ხო? მაგრამ წარმოგიდგენთ მილიარდით ამხელა ენერგიების წარმოება შეიძლება თუ მას მოახდენ მის გადანაცვლებას, ჩანაცვლებას, მის გადაცვლას სხვადასხვა სახის ენერგიებს, ხო? სწორედ ამიტომ ეს არის ენერგიის ეკვივალენტი ლიკვიდური და ადამიანთა საზოგადოებაში, იმიტომ რომ ხალხს როგორი ფული ქონდეს თუ ჯუნგლებში მოხდები საქმე მშიერი ხეცების გარემოცვაში, არ მგონია მათ ეს ფული გამოგართვა და გამოგიშვა, ხო? სწორედ ამიტომ ეს არის უდიდესი ესე იგი ენერგია. ახლა დავაკვირდეთ, თუნდაც იმისთვის რომ ფული მივიღოთ, რა არის ესე იგი საჭირო არის რაც შეიძლება მეტი ენერგია ვაწარმოოთ. ადამიანებს ვისაც აქვს უნარი აწარმოონ, შექმნან, მოახდინონ აკუმულირება და განაწილონ ენერგია, სწორედ მათ აქვს უფრო მეტი ფული. ანუ ფული ეს არის ერთგვარი საშუალება იმისთვის რომ ჩვენ შექმნათ მეტი ენერგია და არა პირიქით. როგორც დღევანდელ საზოგადოებაში ხდება. მე მთელი ცხოვრება თელჩერ დროსა და ენერგიას ხარჯავდი იმისთვის რომ იმეღო მეტი ფული, რადგან მეგონა შემდეგ იმ ფულით ვიყიდი ამდენიც მინდოდა იმ დროს და ენერგიას და ეს იყო ტოტალური ილუზია. რადგან ფულით ვერ იყიდი დროს და ენერგიას. ფულით უნდა შექმნა შენში ის მდგომარეობა, რომლითაც შენ შეძლებ შემდეგ სწორედ ენერგიის შექმნას, მის დაგროვებას და განაწილებას ესეთნაირად, რომელიც მე მოგიტანს ფულს და არა პირიქით. და სწორედ ამ ამობრუნებული ფასებულობების გამო ხდებოდა თვითონ ჩემი ცხოვრების დამახინჯება, ისევე როგორც ხდება მიმოვიდოდი სხვა ადამიანისა ცხოვრებაში, ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობისა. და საშუალო გება ხოლმე მას შემდეგ, როდესაც გავაცნობიერებ ამ ყველაფერს. ცვლილებები ჩემ ცხოვრებაში დაიწყო მას შემდეგ, როცა მე მივხვდი, რომ მე ცხოვრობდი რაღაცა ამობრუნებული ღირებულებების და ფასებულობების კატეგორიული ჩემი აზროვნების ფორმით. და ცვლილებები, ის უნიკალური ცვლილებები, რომელსაც მე პირველ ვიდეოში მოგიწევი ჩემ ცხოვრებაში, მოხდა მას შემდეგ, რაც მე მივხვდი და დავიწყე ნელ-ნელა ამის ამობრუნება, ერთგვარი გადატრიალების მოხდენა ჩემ საკუთარ აზროვნებაში. და რა თქმა უნდა, აი ეს მომიტყოდით შრომას, რა თქმა უნდა ეს აზროვნებაში ერთგვარი გადატრიალების მოხდენა, ეს არის ახალი ჩვევების ჩამოყალიბების შედეგად ხდება, იმიტომ რომ ჩვენში გამჯდარი არის ქცევების ის მთელი ფორმა პროგრამები, რომელთა შედეგადაც მოხდა ჩვენს თავში განვითარება იმ ჩვევების აზროვნებისა თუ ქცევებისა, რომლის შედეგადაც მივიღეთ რამდენიმე ცხოვრება, სწორედ ამიტომ არის საჭირო ზემოქმედება უკვე გარკვეული პრინციპების მიხედვით და ეს უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ და რანაირად უნდა განვახორციელოთ, როგორ და გამოვიმუშავოთ თუნდაც ახალი ჩვევა, ჩვევის გამომუშავება, ეს ერთგვარი ჩვევა არის.
იმიტომ რომ აინშტაინი ამბობდა აზროვნების იმ დონეზე, რომელზეც პრობლემა წარმოიშვა, ვერ გადაჭრით ამ პრობლემას. საჭიროა გაფართოვოთ ჩვენი აზროვნება. ამისთვის კი საჭიროა ჩვენ დღეს გავაკეთოთ რაღაცა ისეთი, რაც არ გავაკეთებია გუშინ. და ეს რაღაც ახლისკიდან ხვალ კიდევ ესე ყოველდღე ვაკეთოთ რაღაც ისეთი, რაც არ გავაკეთებია გუშინ. და ამ რაღაცის ახლისკეთებაც კი უკვე არის უნარი, რომელსაც ჭირდება გამომუშავება. ამას ჭირდება მუდმივად დისკომფორტის ზონაში გასვლა. სწორედ ამიტომ ამბობენ მდიდარი წარმატებული ადამიანები, რომ ჩვენი წარმატება, ჩვენი ზრდა გადის დისკომფორტის ზონაში. იმიტომ რომ ჩვენ უნდა შეგვეძლოს ყოველდღიურად გავიდეთ ჩვენი კომფორტის ზონიდან და წავიდეთ დისკომფორტის ზონაში, სადაც არის სწორედ ჩვენი ზრდის გზა. ხოლო თუ როგორ ამას ჭირდება სწორედ გარკვეულწილად ცოდნა, ამას ჭირდება სტიმული, ამას ჭირდება დისციპლინა და ეს ყველაფერი მე შემიძლია ჩემო წრფასო მეგობრებო უბრალოდ დეტალურად გაგაცნოთ ერთგვარი სამოქმედებელმა მოვცეთ ჩემს ერთ-ერთ უნიკალურ ღონისძიებაზე, ეს იქნება ვებინარი სუპერ ეფექტურობა კარგობა წარმატებისკენ 31 მაისს საღამოს 8 საათზე თბილისის დროით. დასწრება იქნება თავისუფალი, ეს იქნება აბსოლუტურად უფასო. ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ, დარეგისტრირდეთ ვებინარზე, რომ მიიღოთ ვებინარის სპეციალურ ოთახში შესასვლელი ბმული თქვენს ელფოსტაზე დროულად და შეძლოთ დასწრება ვებინარზე. ამ ვიდეოს ქვეშ არის ღილაკი ვებინარის რეგისტრაცია ვებინარზე და მასზე დაკიდებით თქვენ გადახვალთ ვებინარის სარეგისტრაციო გვერდზე, შეიყვანთ თქვენს მონაცემებს, დარეგისტრირდებით და სხვათა შორის მიიღებთ ბონუსებს. დარეგისტრირებისთანავე თქვენს ელექტრონულ პოსტაზე, რომელთა შორის ერთ-ერთი არის უნიკალური ტესტი, როგორია ჩემი мотиваცია. ძალიან ხო განსაკუთრებით ყურადღებით მოეკიდოთ ამ ტესტს, რადგან ის თქვენ დაგანახებთ თქვენ დღევანდელ რეალობას თუ სად იმყოფებით დღეს. რა ის არ უნდა აღწერდეს დაგანახებთ, საიდანაც თქვენ უნდა დაიწყოთ მოძრაობა თქვენთვის სასურველი მიმართულებით. ხოლო თუ შეიძლება რომელი მიმართულებით უნდა წავიდეთ და რა უნდა გავაკეთოთ, ამაზე ვისაუბროთ 31 მაისს. ასე რომ ჩემო წრფასო მეგობრებო, ახლა დროებით დაგემშვიდობებით, თქვენ კი გადადით თქვენ მოთხოვზე, დარეგისტრირდით ვებინარზე, ასევე გაუზიარეთ ეს ვიდეო თქვენს მეგობრებს, მიეწოდეთ მათაც ინფორმაცია, იმისთვის, როგორი საჭიროება ეხლა რომელიმე მათგანს სწორედ ეს ინფორმაცია, დალაიქეთ და გავიზიარეთ ასევე თქვენი მოსაზრებები კომენტარებში. მე კი გემშვიდობებით 31 მაისამდე დროებით გისურვებთ წარმატებებს.